მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შევიარეთ ერთ-ერთ აზიურ მაღაზიაში და უბრალოდ გვინდა რაღაც განსხვავებულის დაგემოვნება. თქვენს გაგიზიაროთ თუ რა ვიყიდეთ ამ მაღაზიაში. მომაწოდე ანა მარიამ. მოდი ეს ამოყვა. ესეც სუპერი. ხო, მოკლედ დავიწყოთ ახლა. ეს ეხა ზოგს საერთოდ არ აწერია ჩინურის გარდა არაფერი. ზოგი ChatGPT-ს ვკითხეთ, რომელი რა პროდუქტი არის, რაღაცები გითხრა, რაღაცები ჩვენით მივხვდით და ნახოთ რა გამოვა კლიანობაში. ნუ ეხა ეს არის სუპი, ნუ ლაფშა არის რა, მოკლედ საქონლის ხორცით. ამას გადავდებ ახლა, მე დაჭირდება წყლის, ადუღებული წყლის დასხმა, რომელიც გამზადებული გვაქვს. ესეც არის ცხარე სუპი. რაღაც ნიორი ჯანჯაფილი წიწაკა, მოკლედ ესეც ლაფშა არის. და საკმაოდ კერა, როგორც გავიგეთ, საკმაოდ კერა ძალიან ცხარია რა. და ივანე მე შევჭამოდა, ნახოთ აბა. ხო, კაი, ეს დადი. ხო, აქ ხო, ეს არის მესამე სუპი, მოკლედ ესე გადაუნაწილდით რა, რომ ამას ივანე დააგემონებს, ამას დააგემონებს ანა მარია და ამას მე. ეს ცოტა უცნაურობა რაღაცაა რა. რაც ღორის ძვლის ნახარში არის რა. ხო, ნუ მაგის ბულიონი ეს ხდება ზემოდან რა. აქედან ყველაზე უცნაური ეს ვარ ქათმის ფეხები. ქათმის იხვის. ხო, ეს არის გამომშრალი იხვის ფეხი და ნახოთ რა როგორი გამოვა, ძალიან მაინტერესებს და ესე გამოიყურება. ხო და კიდე ეს ჩიპსი, ესეც არ ვიცი ჩინური არის. მაკარონის არის. ხო, მაკარონის არის. და ესეც როგორც ჩანს აზიელებს ზოგადად ცხარე უყვართ ალბათ და ნუ ნახოთ როგორ მოგვეწონება ჩვენ. აი ესე გამოიყურება. ხო და ეს კიდე დესერტისთვის წამოვიღე. ეს ლიმონათი მაცივარშია საყიდულში. თქვენ მოთნახეთ? ხო, კიდე ლიმონათიც ვიყიდეთ ერთი, ეს დესერტია. ხო, და კიდე ეს ლიმონათი, წეგან მაცივარში ჩავდე რომ ხო, ძალიან თბილი იყო და გემო არ იქნებოდა. ხო, როგორც ვიცი, ფორთოხლის ლიმონადია, რომელიც ჩინეთში იწარმოება 1992 წლიდან. აი ესე გამოიყურება. ხო, მოკლედ. ეხლა სანამ ამებს ყველას უნდა რომ წყალი დავასხათ და დაველოდოთ დაახლოებით 4-5 წუთი. ხო და სანამ ეს მომზადდება, მანამდე ჩვენი ტკბილეულები უნდა დავანგეულოთ. ხო და მოდი სანამ ეს მომზადდება, დავაგემოვნოთ ჩიპსი, კაი? და ნახოთ როგორია. და მე ამასობაში ესენი გამზადდება, მე შემოგიერთებთ და გავიგოთ ყველამ ერთად როგორი გემოვა. აბა ეს გავხსნათ ახლა როგორია. მიწევავირი. ეს შეტრიალი. რაღაც უცნაური გამოაქვს. აუდო. დაწყარი. ცოდორი ცხარი. აი არის. მარი? როგორ არის? წარია? თუ ორიგინალ შეჭამ. მართლა ძალიან ცხარია. ესე გემოაქიო. რაღაც ცხორია. ლაფშას გემოაქ, მე მგონი და რაღაცა სუნელების, ხო? ხო. მაგრამ არის საერთოდ თუ არა? რა ვიცი. თვალები დაუზიდე. მოდან წაია. ანაბადა გაიქცა წყლის მოსატარა და ძალიან დაეწვა პირი. რომელიც გამწარდები წყალი დაგიეც. აი ანაბადა წყალი მოგვიდანა, ხო? კაი გოგო ხარ.
ყველაფერი ისე შესდალი. დამესწავლე, მთლიანად ფარდალიო. კაი. მოკლედ ცხარე ზოგადად მიყვარს ძალიან, მაგრამ როდესაც ძალიან ზედმეტად აქვს ხო ამა თუ იმ კერძს, მე ვფიქრობ რომ გემოებს ვეღარ იგებ რა. მისწავლა. ხო, ოჩა. და ხანდახან ცოტა დოზირება არის ხოლმე საჭირო სიცხარეში. ეს რა არის? ეს არის სავარაუდოდ ბრინჯის ლაფშა არის ეს. და ბევრი რაღაცები მოყვება. ამას ყველა ჩავაყრი. იგი. ხო, აი მაგრატელი მომაწოდიანებია. ხო, მოკლედ ეხა იმდენად უცნაურობა შემხვდა რა, რომ ასე თქვათ. მე ხარ სამონახე. სუნელები საბოდოში ხდა მე. ხო, აი ნახე რაღაცა ტყლაპივით, აი უყურე ტყლაპივით მოყვება რაღაცა სუნელები უყურე. ხო, უბრალოდ გავალთ ახლა ვიდეოს გადაღების პროცესი და პას დავასხავ და მე შემოგერთები და მანამდე თქვენთან ერთად განვიხილავ რა როგორია რა. ხო, აი ესეთი არის სუპი. თავის ისეთ მომაწოდე? არა, ის წითელი. ხო? ხო, კიდე აი ესეთი რაღაც მოყვა. მე მაკარონი ამაშენებს. მე რაცუნია მამას თუნე? ეს რა არის? ახალარტული რაღაცა. ეს ბრინჯის ლაფშა. ეხლა ალბათ ამას 4 და 5 წუთი როგორ ეყოფა ამის მომზადებას არ ვიცი რა. უყურე იო რა არის. ეს სუნელი არის რაღაც. ჩემია თუ არა? ხო, ეგ შენია. შენია. აბუშულო. მე მაშინ ყავდა ჩავაყარო? ხო, მოაჭერი თავები ჩავაყარე. მას მამას ამსხილეთ. ეს რაღაცა და ხო, ვიცი, აი. ეს რა არის? ჩაასხა ყველაფერი. რაღაც соуსებია მოკლედ. მამებს რა არის? ხო, соуსებია. ჩემი ბრინჯისა? соуსებია. აი ესეთ ჩანგალი მოყვა. ჩემს ეს მოყვა. ჩემს ეს საკეთ ჩანგალი, ხო და ხო, ჩემსაც. აღარ ჩემი იშლება. ესე დაიკეცება, რა ვიცი როგორ. დაიკეცება და იმას ქთობს მე. ვარ იკეცება. ეგრედიო. ეს რა არის? ეს არის რაღაცა სუნელები. მე თვითონ რამდენი სუნელები მოყვება. არის სუპია თუ საბადო. თუ რა არის? ახლა რამდენი რაღაცები მოყვება. სიმინდია? ეს არ ვიცი რა არის. სავარაუდოდ არც მამაკარონია სავარაუდოდ. მომეცია ეს მეგაგიშია. არა. ეს მოგაჩარო. ეს მიწისთხილის მოყვა ბიჭო. რა ყველაფერს ვასხავთ და ნახოთ როგორი გამოვა. ყველაფერი დავასვევავს. ყველაფერი ჩავაყარეთ? შეჭამიო გაურისკავ? კი, შევჭამ. აი ნახე რამდენი соуსები მოყვა ამერც სულს. ხო, ამის ღირებულება იყო 7 ლარი. 7. ამის იყო 5 ლარი, ესეც 5 ლარი. მე რამდენი იყო? ესეც ფასტაკლებით იყო 8. არა, 4 ლარი. ხო, 8 ღირდა თუ 7 და მე ფასტაკლებით. 8 ღირდა და ფასტაკლებით 4 ლარი. ხო, ფასტაკლებით იყო 4 ლარი. ხო, ამასაც მე დავაგემონე. ხო, აი, კაი გოგო. ანამბარე გვე, მაგრამ გვემსახურება. მოიცა მე ძალია. შვენი რიძია. მაისა კოკა-კოლა. აი, ხო. დავიტყოთ. ეს ჩემნაირი მაკარონია. ხო, შენია. ეს ლაფშა. ცოტა დავამტრო რომ დიდი ადგილი არ დაიკავოს. ამომეხმარები? ოპა. კაი, ეხლა აბათ ნახოთ რა არის. ეცან? მაკარონები დარჩა. ხო. ეს ლაფშა. მოვიდი ის ჩავდოთ. რა ფუშ. არა, ეს ბოლოში.
ეს ბოლოში გერეს. ინსტრუქციაში ესე ეწერა, რომ რაღაცა ეს არის რაღაცა ღორის ძვლები, რომელიც იხარშებოდა 6 საათი, იმისი რაღაცა ეს არის, რა ქვია, соусივით არის მოგეთ გაკეთებული. ის შინი შეტომა ეს. ეს ბოსტნეულია. ხო, აი მე უნდა შევიძახო. ფეხი соуსი. მოგეთ ჩინური ფეხი. მოგეთ ჩინური ხაში გაიჩითე. კაი, ხა ამებს დავასხათ. ლოჯიცეგული. ხო, დავასხათ ხა ამებს ადუღებული წყალი და შემდეგ შემოგივიწევით. მოგეთ დაგიბრუნდით, მეგობრებო. მოზადა ჩვენი სუპები. მზად არის უკვე დაახლოებით, ანუ 4 წუთი მეგონი ცოტა იყო და დაახლოებით 5-6 წუთი გავაჩერე რა. ხო, ეხლა ეს ღორის ძვლების ნახარში დავამატოთ. ბოლოში უნდა დავამატო ესე მითხრეს, აი. ვაიმე. ეს სიზღარია. და ხაშივით გაკეთდება მე რა. თუ ბულიონივით, უფრო ხაშივით რა. მარშინიც რა. ნამოურიო კარგად. მამა ეს რომ მოუჭირო. ხო, მოუჭირო, უკვე მეტი არ არის საჭირო. ამას ამოურევ კარგად. მე ყველაზე ხარი მაქვს აქედან. ხო, მე მგონი ივანის ყველაზე ხარი და ნახოთ. ეხლა ივანე გამწარდება. 8 წელი соуსი ქონდა ჩემსას. ეხლა ივანე გამწარდება ამას რომ შეჭებს. აი კარგად ამოურიო, მართლა ხაშივით გაიჭიტა ნახე. ხაში ხო იცი ხაში როგორ. ჩაბატოთ. აჰა, მე კარგად ამოურევ ეხლა. რომ დააგემონებთ, აბა გითხარით, როგორი გემოა, გრისი გემოაქვს. ერთენ მომსდებული მაქვს. და ასე შემდეგ. აბა ერთი ჯერ მე ხა მეგავსინჯო. მე რომ მეგასინჯა. ვა, ძალიან კაია. რომე? ხო, ეხა შენ. მე ჯერ მოხეგას. მამი თუ შეჭამა. აი კოზინ გაქვს რა. ცხარია. ცხარია ძალიან. ნახოთ. ანა მარეს მე ყველაზე ცხარი შეხვდა. ვაი, თუ ხარ ხარ. არა, მე შემხდა. ნე შემჭამია ჯერ და. მაგამსიჯა. კენჯერ ამას გავშტე და მე. აი წყალი მა. ო მართლა ძალიან ცხარია. აი წყალი დალია. აზილებს ისეთ ცხარი. კაი, ხელის მეფარება აღარ გინდა. მაგასინჯა. ო მართლა რა ცხარია. აუ. ამერ დაუცხი. გამოცხი უკვე. აი ხა შენ ჩემსაც გაგასინჯებ კიდე, კაი? ჩემი არ არის ძალიან ცხარი. შენი მცხარი არ არის? ია როგორია ბა? შენი წყალი ხარ გინდა. არზე? არზე ვინ გასწავლა, არ ვიცი, ეთყობა კაი პონტია. არზე გაანეიტრალებს. აი ხოჩი. ძალიან ცხარია? ო ჩემი მე მგონი ყველაზე კაი გაიჩიდა, უმე ძალიან მომეწონა რა. მამაში უფრო კარგია, ხო გითხარი მამა? მოდი აბა კაი ამას ახლა მე გავსინჯო. გავჩარდი. და ჰა. და ეს აი გასინჯა. ეს შენ გასინჯო, მიდი. აი კოზი აიღე. ვაი. აბა ვნახოთ ახლა, კარგად დავაგემონო ანამარიესი როგორია. და ისი გემო. აი ეს გამოიყურება. მოკლედ ხორცის აზილებს ისეთ ცხარი თუ. ხორცის გემო აქვს. და კიდევ რაღაც უცნაური სუნელების გემო აქვს, რომელიც ნაცნობი არ არის თითქოს რა. ბოსტნეულის გემოც იგზნობა. შენ ძალიან სიოლებს. ჩვენ განგემრიელი მაკარონი გავაკეთეთ. მაგრამ ძალიან ცხარია მართლა.
შეიძლება შენი მიაყო. იო. რა გჭირს? დალიეს. იონეს ბზია გძეს ფას. ოიო, მართლა მაინტერესებს როგორია. ეხა აბა ეს ნახე შენ. შიჭმიგი ხებიცები. აი, ეხა ვნახოთ. აი ესე გამოიყურება იონესი, აი. აუ, ცუდად არის ბაში. მაგრამ წყალიც მიაყოლე. წყალი გინდა? მინდა ზემა. აი, მიდი აბა ეს გასინჯა ეხა. ეხა ვნახოთ იონეს. იონე როგორც იძახის? არა, იონეს უყვარს ცხარი, მაგრამ ისო უზომოწყარე. მაგრამ ანუ ეს არისო დაიხო. ძალიან წარეო, აბა ვნახოთ. გაიერთო. წყალი. ერთი მოსვიცი მიდა. შენი რა წავრი იყო ჩემი? იო, კიდევ უნდა აბა შენი გავსინჯო. გაშინჯე. აუ, ესენი რეები ამის სქემა. არის რაღაცა. იო, შენ ნუ, ხორცივით არის ესენი, ო, ესე ნახოთ. მამი კოგაწეს. იო, საღოლში როგორ ჭამ? ამ ხირა წარეში როგორ ჭამ? იო. გემრიელი მართლა არის, მაგრამ ჩამწარია. უზომოწყარია. ზედმეტად წარია მართლა. ეს ბრინჯის ლაფშეს დავაგემონო. ეგ არ არის ხო ძალიან? არის, მაგრამ ესეთი როგორც ეს არის, ესეთი წარი არ არის, ხო? ისე წორია. ესეთი წარი, მაგრამ შენ ხე გამოყოლილი გაქვს ამის გემო. მე ხო ჯერ გავსინჯე. მამა არ დაიხჩო. ძალიან წყალი. აუ მეტი აღარ შემიძლია. გინდა კიდე შეჭამ? იგი მართლა ძალიან წარია. აბა შენ გამოსინჯე. აბა მამაში გამოსინჯე. ისე მე მომცემიო? ო. ეხო კარგია. შენ კაია. თუ გინდა. მოდი რა ვქნათ? ყველას აი შეხვდა. ხო, მე მართლა ყველაზე გაიშვი. მეცი. ამის მე რო წავალთ, ეგ უეჭველი ვიყიდოთ რა. ძალიან მაგარია. მოდი ხა რა ვქნათ, იცი? იო, მეცმინდო. და მოდი ლიმონათის ხوار დავაგემონოთ, ხوارჯობი ამასთან ერთად. იო, მომეცი. კაი, მოგცე. წამოხა. კაი, მინდაო და კაი, გავაჩუმოთ. მიდი. მიდი შენ ისე თორე მე უკვე ვეღარ გავქაჩავ. მოგლეს მეგობრებო. აი ესეთი პორტოხლის ლიმონადიც ვიყიდეთ. რომელიც 1982 წლიდან იწარმოება. აბა, ნახოთ. როგორი გამოვა. მამა ხუთი. თანაბრად გავანაწილოთ. ამას ცოტა ნაკლებია. თანაბრად გავანაწილეთ. ბავშვებო. და აბა რისი გემო აქვს და როგორ მოგეწონება თქვით. მაშინ სიტყვი გადავიტანო. ხო და ეს მიეყოლე, კაი იქნება უფრო. ჩემი რაღაც გაგვიმარჯოს. მიზავოა. გაგვიმარჯოს ანამარი. აი რაღაც გაზიანი პორტოხალი ხო? კაია. ძალიან გარ. ხო აი რაღაცა რისი გემო აქვს, აი ქართულ წელს რომელს შეადარეთ მირინდას დაახლოებით, ხო? იმაში ვარდრაფია. ხო აი მირინდა. ნატახტაში ვაჭარებ, მწენები თუ ნატახტარის. მაგას აქვს პორტოხლის? აქ. ხო, შეიძლება. ცუდი მართლა არ არის. რომ გითხრათ რომ
ყოველ დღე შევალდა 5 ლარს გადავიხდი ამას დავლებთ ხო, ხა ეგეთი არ არის, მაგრამ კაია რა, ვისაც უყვარს გაზიანი წყლები, თუ წვენები მოეწონება. აი მომზადებულები ვართ, ეს დაფა. ის იხვის ფეხი. შებოლილი მე მგონი ხო? შებოლილია. ხო, და აბა ნახოთ, როგორი იქნება. აი მეორე პაკეტში კიდევდეს. ხო, ესე იგი ვაკუუმში დევს რა. ზოგადად როგორც ვიცი, ჩინელებს უყვართ რა იხვი. და ძალიან დიდ პატივს სცემენ სამზარეულოში. ჩვენთან ნაკლებად რა. ხა საქართველოში ხო, იხვი ნაკლებად. აქ ჩვენთან უფრო გოჭი გვიყვარს, რაღაც ხაშლამა გვიყვარს და წვადი და ასე შემდეგ რა. ქათამიც. ხო, მე პირადად იხვი ძალიან მიყვარს რა. მაგრამ კარგი მომზადებული უნდა იყოს, რა თქმა უნდა. აბა ვნახოთ. ისე გამოიყურება, აი. იხვის ფეხი. ხო, ბარკალია რა, ბარკალი თავის მეჩთან ერთად რა. ბარკალა. ეს თავად. ბარკალა დავარქვით, იმიტომ რომ ლიზის მამას ბარკალა ქვია. კი ბატონო, დავარქვათ. თავის მამას ქვია ბარკა. თუ იმას, რა ქვია, ბარკალი თუ. აბა მოდი, ახლა პატარა დავჭრათ. რამაც ძვლები ექნება და ისე ვქნათ რომ პატარა ნაჭერებად დავჭრათ. აჰა. შენი ჯანგემრიელია მოხდა და მაგიტომ ინტერეს მაკარონი. ხო, აი ბარკალი მოვაძრეთ. გამოსიჯე. მიდი, არა შეჭამე. მაგრამ შეჭამ. მოდი აბა. მოდი, არ ბარკალია ჩვეულებრივი იხვის. მოდი. როგორც ქათამი, ქათმის ხორცი. ძალიან გემრიელია. მართლა გემრიელია. რისი ქათმის გამო ცოტა განსხვავებულია. ხო, მე რა იხია. არა, გემური რისი გამო აქვს. ეს სოუსებში ამოვლებული და მაგიტა. ანუ სოუსები აქვს ბევრი და სხვა გემოებზე მიდის? რა თხლაშონება ეს. მართლა ძალიან, ანუ გასინჯობა და ეს. მე მართლა მომეწონა. მართლა მომეწონა. აბა მოდი პატარის გავშინჯო. კაი გოგო ხარ. ჭილია პატარა. მოგეწონა? ცოცხალი ნამიაყოლ. მოკლედ, ცუდი ნამდვილად არ არის. რაღაცი ჩავაგდებ. ანუ ეს არ მოეწონა, ამიტომ რომ უფრო კაცური საჭმელია ეს. და უფრო არის კარგი. ეს ამ ბუნებაში რომ მიდიხარ მეგობრებთან ერთად, ლუდთან იქნება კიდე ძალიან კარგი. და მოკლედ, ცუდი ნამდვილად არ არის რა. ანუ ისეთი მწარე რომ მოგეწონება, არ მოიყიდო? თუ იხი გიყვარს? მოჟრანძარ. უეჭველი მოგეწონება. მოკლედ, დაგვრჩა ერთი რამე დასაგემონებელი. აი ეს. რომელიც ანამარიამ აარჩია და ძალიან მოეწონა ვიზუალურად და ვნახოთ. აი ესე გამოიყურება. მაგ ეწერა პიშის კდებაო? ხო, ეწერა რომ
რა ქვია მაგას ივანე? ხო მოკლედ აი გასინდა. აბა ნახოთ როგორი ოპა რა მომდი რაღაცებია მამის გამიხსნა. აბა იმით მოხსნათ დაგიდე მათ სხვადასხვა ფერებია. რაღაც ორეოსავით არის შუაში კრემი აქვს და გარშემო ის არის რაღაცა კექსივით არის თუ რაღაც პეჩენიასავით არის მოკლედ ხო პეჩენიასავით არის მწვანე ნახე შულებს. მოდი მოგესმენინო. კავარ როშუშ ხუნებს რა პირში არ ვიცი რა ქვია მაგას ის საკმაოდ გემრიელი ანა მე მოგეწონა აქ სხვა ფერებია, ჩვენთან რატო არ არის? ხო იქ სხვა ფერები ახატია ყუს მაგრამ აქ ყველა მწვანეა აქ ყველა მწვანეა მოკლედ სულ ეგ იყო მეგობრებო აი ესეთი აზიური დღე გამოგვივიდა დაგემოვნების და მე მგონი არ იყო ხო ცუდი მოკლედ ახალი გემოების შეგრძნებისთვის გამოცდილებისთვის მშვენიერია რა მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო შემდეგ ვეცდებით რომ უფრო სხვა საინტერესო აქტივობები და დაგემოვნებები შემოგთავაზოთ გადავიღოთ ხო და ნუ გადავიღოთ სხვადასხვა ადგილები ძალიან ბევრი საინტერესო გეგმები გვაქვს და ნახოთ წინ ზაფხულია და მოკლედ ამინდებიც კარგი იქნება ალბათ და შევძლებთ რომ ბევრი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ მადლობა ყურადღებისთვის